რვა ოქროს მედალი საქართველოშია. ევროპის რიგით 26-ე ჩემპიონატზე საქართველომ გუნდური მეორე ადგილი 8 ოქრო და 25 ვერცხლი მოიპოვა. ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით სულ 45 ჭაბუკი მკლავჭიდელი მონაწილეობდა, მათგან 4 აჭარიდან. ბათუმელმა ზურა თავბერიძემ მსოფლიოს 10 გზის ჩემპიონს ძლია და ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში ბულგარეთში ჩატარდა და მასში 40 ქვეყანა მონაწილეობდა. ავაპირებ ამ შედეგზე გაჩერებას, გავაგზელებ შრომას, გავაგზელებ ვარჯიშს და უახლოეს 2-3 თვეში მსოფლიო ჩემპიონატია და შევეცდები გავაუმჯობესო ჩემი შედეგი და სახელო საქართველოს. მე მინდა მიულოცო თქვენ სპორტსმენს ზურა თავბერძეს, რომელმაც მართლა შეუძლებელი შეძლო და ორივე ხელში შეებრძოლა მართლა მსოფლიო მკლავჭიდის ლეგენდებს. მარჯვენაში ზალოევი 10 გზის მსოფლიოს ჩემპიონია და ჟოხი უკრაინელი მარცხენაში, რომელიც ფაქტიურად დაუმარცხებელია. პირველ რიგში ულოცავ ჩვენ სპორტსმენს ზურა თავბერიძეს ევროპის ვიცე-ჩემპიონობას მკლავჭიდში. მან ორივე მკლავში, როგორც მარჯვენაში, ასევე მარცხენაში აიღო ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ეს ვფიქრობ ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი რეგიონის სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.